საჰალმა ირანზე პირველი იერიში დილის საათებში მიიტანა. ოფიციალურ მიზეზად საფრთხების გაუნებელ ყოფა კერძოდ ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის აღმოფხვრა დასახელდა. თავდაპირველად რამდენიმე აფეთქება ირანის დედაქალაქ თეირანში მოხდა. სამიზნე ათობით სამთავრობო ობიექტი და ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა. გავრცელდა ირანის უზენაესი ლიდერის დაბომბილი რეზიდენციის ფოტოც. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვა დაიწყო ისპაჰანში, ყუმში, კარაჩში და ქერმანშაჰში. ალ-ჯაზირა ინფორმაციას ავრცელებს, რომ დაბომბილია ირანის სამხრეთით, ჰორმოზგანის ქალაქ მინაბში მდებარე ქალთა სკოლა, რის შედეგადაც ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ. ისრაელის მედიის ცნობით მიმდინარე ოპერაციას უკვე ეწოდა კოდური სახელი მრგვინავი ლომი. ისრაელში წყაროები აცხადებენ, რომ ირანზე ერთობლივი შეტევის საწყისი ფაზა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს არ უნდა მიეცეს უფლება შეიარაღდეს ბირთვული იარაღით, რომელიც საშუალებას მისცემს საფრთხე შეუქმნას მთელ კაცობრიობას. დადგა დრო, რომ ირანელი ხალხის ყველა ეთნოსმა, სპარსელებმა, ქურთებმა, აზერბაიჯანელებმა, ბელუჯებმა და აჰვაზებმა მოიშორონ ტირანიის უღელი და შექმნან თავისუფალი და მშვიდობის მაძიებელი ირანი. გავრცელებული ცნობით ოპერაციას ისრაელი და შტატები ერთობლივად თვეების განმავლობაში გეგმავდნენ. როიტერის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ზღვიდან და ჰაერიდან ბომბავს. სააგენტოს აღნიშნული ცნობა ამერიკელმა მაღალჩინოსალმა დაუდასტურა. ტელეკომპანია CNN კი თავის მხრივ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამიზნეს ირანში მდებარე სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. ამერიკის პრეზიდენტმა ირანს იარაღის დაყრისა და დანებებისაკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპმა ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსსა და შეიარაღებულ ძალებს მიმართა და განაცხადა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ გარდაუვალი სიკვდილი ელით. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ჩვენი მიზანია ირანის რეჟიმის ძალიან სასტიკი და საშინელი ხალხის ჯგუფისგან მომდინარე გარდაუვალი საფრთხის აღმოფხვრით ამერიკელი ხალხი დავიცვათ. მათი მუქარის შემცველი მოქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ შეიარაღებულ ძალებს, საზღვარგარეთ მდებარე ბაზებს და მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში. 47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი სკანდირებდა სიკვდილი ამერიკას, აწარმოებდა უსასრულო სისხლის ზღვრისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის კამპანიას, რომელიც მიმართული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩვენ სამხედროებსა და უდანაშაულო ხალხზე, მრავალ ქვეყანაზე. პარალელურად ამერიკის სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარტყმები მიიტანა ირანმა. დაფეთქებების ხმა ისმის ბაჰრეინში, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბისა და კატარში. როგორც ტელეარხი იუწყება, სამივე ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული. ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ისრაელის მიმართულებითაც. ქალაქ ჰაიფაში ერთ-ერთი ირანული რაკეტა საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. როიტერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო ოპერაციის დროს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ირანში არ იმყოფება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის დარტყმებს სათანადო ძალით უპასუხებს. აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ განახლებული სამხედრო აგრესია იმ დროს მოხდა, როდესაც ირანი და შეერთებული შტატები დიპლომატიური პროცესის შუაგულში იმყოფებოდნენ. ახლა ირანელი ხალხი ამაყობს იმით, რომ ყველაფერი გააკეთა ომის თავიდან ასაცილებლად. ახლა დროა დავიცვათ სამშობლო და გავუწიოთ წინააღმდეგობა მტრის სამხედრო აგრესიას. ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ დაგმო ესპაინეთის პრემიერ-მინისტრმა. ირანში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის მოწვევა სასწრაფო წესით მოითხოვა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ირანში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელეს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა და ყველა მხარეს საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ მოუწოდეს.